მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს მარათონს და დღეს მინდა ჩავიწეროთ დაპირებისამებრ ნეიროგრაფიკა, რომელსაც ალგორითმი, რომელსაც ქვია განზრახვა. ამას თავისი სახელი აქვს თვითონ ნეიროგრაფიკაში ქვია AVN და მუშაობს ჩვენი განზრახვის წინ წაწევისთვის, რომ მალე შესრულდეს, მოხდეს მობილიზება, ისე აქ მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ გავაკეთე პატარა ნეიროგრაფიკა კლიენტების მოზიდვაზე, მაგას პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე, ჩემს TikTok-ზეც მაქვს დადებული და გუშინ გავაკეთე და დღეს წამომივიდა უკვე რაღაცა მე თვითონაც გავცებული დავრჩი და გუშინაც აღვნიშნე საუბარში ჩვენთან ჩატში მარათონის, რომ ვთვლი რომ ნეიროგრაფიკა ეს არ არის ჯადოსნური ჯოხი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კარგად მუშაობს ჩვენს ქვეცნობიერთან. თუმცა ისე კარგად მუშაობს, როდესაც უკვე გამოცდილებას იცენ ხშირად აკეთენ და რაღაც, ანუ მომენტალურად, აი დავიჭერე რა იცით, რომ უკვე მომენტალურად მიდის კონტაქტი, მომენტალურად მიდის ჩემი კონტაქტი სამყაროსთან. აქ აღვნიშნავ, რომ მე ნეიროგრაფიკის გარდა სხვა მიმართულებითაც მუშაობ საკუთარ თავზე და ვიყენებ ძალიან კარგად აფირმაციებს, ვინც ხართ აქ ჩემი ახლობლები, ნაცნობები, იცით რომ მე და ქეთი გავაკეთეთ იაკობაშვილმა აფირმაციების დასტა, რომელიც არის წვდომაშია, შეგიძლიათ შევს გავხდით, ვინც ხართ და შეგიძლიათ შეიძინოთ, ამასაც ძალიან კარგად და აქტიურად ვიყენებ და ეხლა დღეს მე ჩემს AVN-ში, რომელსაც აქ შემოგთავაზებთ, ჩავრთავ ამ აფირმაციებს, ავირჩევ აქედან რომელიმეს, განზრახვას ეხება ეს და ეს აფირმაციები არის სახელი ქვია წარმატების გასაღები და არის სწორედ მიმართული იმაზე, რომ ჩვენი განზრახვა მივიდეთ მიზნამდე და გავაძლიეროთ ჩვენი განზრახვის ენერგია. ამიტომ ეს სწორედ ამას გამოვიყენებ დღეს, მგონია რომ ძალიან მოუხდება ახლა ჩვენს ნეიროალგორითმს. გამოყენების წესი მარტივია, მოყვება კიდევაც ანოტაცია ამ დასტას. ამოიღოთ, მოდით ახლა რომელიმე ნახოთ რა მოგვივიდა. ყოველ ახალ დღეს ჩემთვის კარგი სიახლე და პროგრესი მოაქვს. ამას მე ჩემთვის დავიტოვებ დღეს და ეს იქნება ჩემი დღის აფირმაცია. მუდმივად გავემეორებ ამას ამ პოზიტიურ აფირმაცია მტკიცებულების სახით, რომ გაჩნდეს ჩემს გონებაში. ეხლა კი გავაგრძელოთ ალგორითმზე, უბრალოდ დავიწყოთ მუშაობა ჩვენს ალგორითმზე. როგორც გითხარით, უნდა გამოვიყენოთ სქელი ფურცლები, ამ შემთხვევაშიც კი აი ესეც სქელია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი გამოდის მეორე მხარეს ცოტა მარტივი თუ ის ძალიან ძლიერია. ამიტომ რომ არ გაგვიფუჭდეს ნამუშევარი, ამისთვის ვიყენებთ სქელ ფურცელს, ან წვრილ მარკერს შედარებით, მაგრამ წვრილი მარკერის გამოყენების შემთხვევაში უფრო მეტ დროს დახარჯავთ მუშაობაზე, ამისთვის მზად იყავით, თორე პრობლემა არ არის არც წვრილ მარკერში. უფრო მეტი ესე წვრილი თავი რო გქონდეს. ესე იგი, რას ნიშნავს პრინციპი, მოკლედ აქ იგივეა, რაც უკვე ჩვენ გავიარეთ და რაც თქვენ უკვე იცით. ხაზების გავლებაზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყოდი, ბევრმა გამომიგზავნეთ ნამუშევრები, მადლობა. მიხარია რომ მოგწონთ და ინტერესებული ხართ და აკეთებთ და ეს თქვენთვის სასიამოვნო პროცესია. პატარა შენიშვნა მექნება, რომ ხაზებს მიაქციეთ ყურადღება, ამიტომ ჩავწერე ხაზებზე როგორ გავავლოთ სწორად ნეიროხაზები, ამაზე ცალკე ვიდეო ამისთვის ჩავწერე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხაზი არ იყოს სწორი. ანუ სწორ ხაზოვნებას გამოვრიცხავთ ჩვენ ამ მუშაობის პროცესში. ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, აუცილებლად ან პროცესში მთლიანად ჩართული უნდა იყო, გათიშული არ უნდა იყო განზრახვაზე, ანუ კონკრეტულ ალგორითმზე, რასაც ასრულებთ, მობილიზება საჭიროა და ხაზების გავლების დროსაც მობილიზება საჭიროა და დააკვირდით, რომ არ უნდა იყოს მეტნაკლებად კლაკნილი არა, კარგად დატოტილი, კარგად არ მოგერიდოთ, რომ წავიდა შენი ხაზი სადღაც დააბრუნე და ისევ გეტყვით, რომ გამოიყენოთ პირველ ნამუშევრებში, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ არა მხოლოდ ვარჯიშის დროს, ან ნამუშევრის შესრულების დროსაც გამოიყენოთ ეს ლაიფ ჰაკი, ასე ვთქვათ, რომელიც მე თქვენ გასწავლეთ წინა ვიდეოებში.
ეხლა გადავიდეთ ამ ალგორითმზე. აქ იგივე პრინციპია, როგორც ვთქვი. ანუ 2 წუთში ვაკეთებთ თემის აქტივაციას, ან უკანა გვერდზე, ან ცალკე ფურცელზე. ვფიქრობთ, რა განზრახვა გვაქვს ამაზე, ვაკეთებთ მობილიზებას ჩვენს განზრახვაზე და ვფიქრობთ, აი ამ 2 წუთის მანძილზე უნდა ამოვყაროთ თემები, რა დამეხმარება მე ჩემი განზრახვის სისრულეში მოყვანაში, რა ნაბიჯები არის გადასადენ, ვინმე მიჭირდება, ვინ ჭირდება, რა მჭირდება, როგორ მინდა, რა მინდა, საით მიდვა, რას მომიტანს. რა დადებითი არის ამაში ჩემთვის, რა არის ხელის შემშლელი პირობები, ვთქვათ, ეს რა მიშლის ხელს, რომ მე მივიდე ჩემს მიზნამდე და განვახორციელო ჩემი იდეა, ხო? განზრახვა ეს არის იდეა, ხო? რაღაცა მინდა, რაღაცისკენ მივდივარ, რაღაცა მინდა შევქმნა, რამე პროდუქტი მინდა დავდო, ან პირიქით რაღაცა მინდა გავყიდო, რაღაცა მინდა შევთავაზო ვიღაცას, ან მეორე მინდა რომ რაღაცა კორპორაცია შევქმნა, რა ვიცი. უამრავი განზრახვა გვაქვს, მადლობა ღმერთს, ამის გარეშე ვიტყოდი, რომ თუ ადამიანს აღარ აქვს სურვილები და განზრახვები, მისი საქმე არ არის მთლად კარგად, ესე იგი მასთან დეპრესია აქ ან გადამწვარია, ამიტომ კარგია გვაქვს ჩვენ განზრახვები და თამამები უნდა ვიყოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცა არის მიუწვდომელი ან განუხორციელებელი, ან ასე შემდეგ, უნდა გჯეროდეთ ყოველთვის საკუთარი პოტენციალის, იმიტომ რომ ჩვენი პოტენციალი არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი, ჩვენ აქ მოვდივართ ძალიან დიდი პოტენციალით და სამწუხაროდ ხშირად ვიხარჯებით ან ჩვენ ენერგიის ყურადღება, ანუ რაღაცა ესეთ წვრილმანებზე იხარჯება ჩვენი ენერგია და ეს პოტენციალი რაც გვაქვს და ხშირად ხდება, რომ აი ის რაც ჩვენი რეალური დანიშნულება არის ცხოვრებისეული, რაშიც უნდა დავიხარჯოთ და მთლიანად ჩავდოთ და გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი, რომ მე კიდე მივიღოთ უფრო მეტი ენერგია ცხოვრებისეული, ამას არ ვაკეთებთ. მიდის გადინება სხვა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე. თუნდაც ისეცე, როგორც არის სხვა ადამიანის მიმართ გრძნობები, ამაზე ძალიან ვიხარჯებით, უნდა გქონდეს გრძნობები, მაგრამ სიყვარულის გაგება არ არის, თქვათ ის, რომ გინდოდეს, რომ ის ადამიანი კონკრეტულად ცოტა მე მგონი, ეგ სხვა თემაა, კარგი, სიყვარულსაც გავაკეთებ ალგორითმს და პარტნიორთან ურთიერთობაზეც აუცილებლად გვექნება ჩვენ აქ ალგორითმი და იქ ვისაუბრებ ამაზე. ახლა კი ვიტყვი, რომ განზრახვისთვის ჩვენ გვჭირდება თემის აქტივაცია. თემაში ვწერთ ჩვენს განზრახვას ერთი სიტყვით. შევამოწმოთ, რომ მიდის ჩანაწერი, ანუ განზრახვას ერთი სიტყვით ვწერთ. რა მინდა რომ გავაკეთო, რას უკავშირდება არა, კონკრეტულად რა მინდა რომ გავაკეთო, რა არის ჩემი განზრახვა, გავყიდო, ვიყიდო, შევიძინო, შევქმნა, რას უკავშირდება ესეც, ხო? ანუ ჩემი განზრახვა რას უკავშირდება. იმასაც ვიტყვი, ხა კი ვახსენე, რომ სიყვარული რაღაცა, მაგრამ შეგიძლიათ რომ ამაზეც გააკეთოთ. ანუ მე განზრახული მაქვს, რომ ვიღაცა ადამიანთან ურთიერთობა დავარეგულირო უფრო კარგად, ეგეც შეგიძლიათ. დაწერთ მაშინ ურთიერთობას. მე მინდა რომ თქვათ რაღაცა ჯანმრთელობის კუთხით მქონდეს, ხო, განზრახული მაქვს, რომ ჩემ თავს მივხედო კარგად და სწორი კვებით დავკავდე, თქვათ და რაღაცა კარგად გამოვიყურებო და არის ბევრი აკეთებს მაგალითად ეხლა რაღაცა სიტყვა წავიდა ჯანმრთელობაზე და სხეულზე, ბევრი აკეთებს ალგორითმებს, როგორ გახდე, როგორ მეც მაგ ეგეთები გაკეთებული მიდევს ჩემ TikTok-ზე, მაგრამ რომ დაუკვირდი, ანუ რაღაც დრო გავიდა, უფრო კარგად ვისწავლე ეს ყველაფერი ხო და ნელა-ნელა მეც ვითარდები, ხო, რაღაცები იცვლება ჩემ ცნობიერებაშიც, რომ ხდები ეხლა რომ გახდომა არ არის მთავარი, რომ მე ვიყო თქვათ რაღაც კილოგრამები, მაგრამ კილოგრამებს წერდი. ჩემთვის ეს აღარ არის პრიორიტეტული, რომ მე ვიყო თქვათ მაინდა-მაინც თქვათ ან 60 კილო ან რაღაცა ესეთი. არა, მე მინდა რომ კარგად გამოიყურებოდეს ჩემი სხეული, იყოს ჯანსაღი და ძლიერი. მე მინდა რომ მოვიცილო, თქვათ, რაღაცა ზედმეტი კილოგრამები, რაც არის ამ შემთხვევაში როგორც ჩემი დამცველი, ხო, რაღაცისგან მიცავს, ხო, ფსიქოსომატიკის ამბავში თუ შევხედავთ ამას, ხო? ანუ ეს განზრახვაც შეგიძლიათ რომ ამისთვისაც გამოიყენოთ, ეს ალგორითმი. მრავალჯერადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგჯერ სხვა თემაზე, ზოგჯერ სხვა თემაზე, მაგალითად იგივე ახლა რაც ვახსენე, სხეულის ფორმაში, კარგ ფორმაში მოყვანაზე, ანუ განზრახული, მაგრამ ჩემი სხეული იყოს კარგ ფორმაში, თქვათ, იყოს ძლიერი, ჯანმრთელი ასე შემდეგ. ამაზეც მაშინ დავწერთ ჯანსაღი
სხეულიან სხეული კიდე როგორ შეიძლება რომ ერთი უნდა იყოს სიტყვა აუცილებლად თემის სათაურში ესეც არ არის შემთხვევითი რომ ერთი სიტყვა უნდა იყოს თქვენ ესე იგი იფიქრებთ იმაზე როგორ დაიყვანო ერთ სიტყვამდე და ანუ უკვე კონცენტრაციას ახდენთ თემაზე რომელზეც უნდა შექმნათ ალგორითმი ხო რომლისთვისაც უნდა გამოიყენოთ აქვე დავამატებ რომ ძალიან კარგი იქნება ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ შექმნით ალბომს ანუ კონკრეტულ მაგალითად რაღაცა თემის დამუშავებას თუ აპირებთ ხო და ძლიერად გინდათ რომ კარგად დამუშავდეს ეს თქვენი თემა რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის ალგორითმი რომ შექმნათ ამ თემაზე რომ უფრო კარგი კონცენტრაცია მოხდეს და კიდე გაგაფრთხილებთ რომ დღეში 3-ჯერ შეიძლება რომ გადახატო ამ ტიპის ნამუშევრები თვითონ ავტორისგან მოდის ეს გაფრთხილება რადგან საკმაოდ ძლიერი მუშაობა მიდის ჩვენს გონებაში, როდესაც ვქმნით ნეიროგრაფიკას და გადაღლა რომ არ მოხდეს, ანუ ჩვენ ხო რაღაცას ვაწვდით, ვაძლევთ დავალებას, ამან უნდა იმოქმედოს, იმუშაოს, სიახლეები, ცვლილებები უნდა შექმნას ჩვენს ტვინში, ხო? ტვინს ჭირდება ადაპტირება, ამისთვის დრო ჭირდება. ბევრი დღეში არ უნდა დახატოთ, ეს არ არის უბრალოდ ნახატი. მე მოყვარული მხატვარი ვარ, ასე ვთქვათ, და შემიძლია ჩემი გამოცდილებით თქვა, რომ ხატვის პროცესიც რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს ის და არის კიდევაც სასიამოვნო და ასე შემდეგ, იქაც არის რომ გარკვეული დრო შეიძლება ხატო და დანარჩენი ეს არის უკვე მძიმე შრომა. ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ანუ 1 საათი, 2 საათი შეიძლება დაუთმო ხატვას რაღაცა სასიამოვნო გარემოში ეს არის არტ თერაპია. მაგრამ თუ შენ ხატავ და ხარ პროფესიონალი მხატვარი, ვინც არის აქ მხატვარი, დამეთანხმება. ეს არის საკმაოდ მძიმე დამღლელი შრომა, როდესაც მუშაობ დიდ ნახატზე ან რაღაცა სერიოზულ ნახატს ქმნი. ასეთივე მომენტი აქვს ნეიროგრაფიკას, რა ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა, ამიტომ მიიღეთ მხედველობაში, რომ დღეში რამოდენიმე, 3 მაქსიმუმია. დღის მანძილზე რომ დახატოთ. თუმცა ისევ ვიტყვი, რომ კარგია თუ გააკეთებთ ალბომს თუ შექმნით, სადაც გექნებათ ბევრი ალგორითმი, ბევრი ნახატი. თქვათ ყოველდღიურად ან 2 დღეში ერთხელ დახატავთ ან რაღაცა ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს და თუ დამატებით კიდე სხვა ინსტრუმენტებსაც ჩართავთ აქ, მაგალითად როგორიც არის აფირმაციები, ხო, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენო აქ და როგორიც არის მედიტაციები, მაგალითად ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ჩართოთ მედიტაცია პარალელურად, ან რაღაცა განზრახვა თემა გაქვთ არჩეული და ამ თემის შესაბამისი მედიტაცია მოიძიოთ, ჩართოთ და ამ მედიტაციის ფონზე აკეთოთ ეს ნახატი. ან უბრალოდ მედიტაციური მუსიკა ჩართოთ მშვიდი წყნარი და ამის ფონზე აკეთოთ ნახატი მედიტაცია უფრო აძლიერებს ჩვენს ნამუშევარს და საერთოდ კარგი მუსიკა ჩვენს გონებას რა თქმა უნდა უფრო აქტივაციას უკეთებს. ძალიან ბევრი ვისაუბრებ. იმედია რომ საინტერესო იყო ეს ინფორმაცია მინდოდა რომ მომეწოდებინა თქვენთვის და სწორედ ამიტომ დაუთმე ამდენი დრო და გადავედი ახლა ალგორითმზე. ჩემი თემა დღეს ჩემი თემა იქნება გაყიდვა. მე მთხოვეს ჩემი ძალიან ახლობელმა, რომელიც საზღვარგარეთ არის, მთხოვა რომ მისი ბინა დავდო განცხადებებში გაყიდვაზე. დავდე, მაგრამ ჯერ არ მყავს კლიენტი, ანუ განზრახვა მაქვს. მინდა რომ გავაძლიერო ჩემი განზრახვა, დავეხმარო ამ ადამიანს და თავისი ბინის გაყიდვაში და ამიტომ დავდგები ახლა და გავაკეთებ ალგორითმს განზრახვას გაყიდვაზე. თქვენ შეგიძლიათ ჩემსაც არ მისდიოთ მეგობრებო, თქვენი განზრახვა გექნებათ ყველას რა თქმა უნდა, იფიქრეთ თქვენს თემაზე, ეს უბრალოდ როგორც მაგალითი იქნება თქვენთვის. დავწერ მე სიტყვას გაყიდვა, ანუ რეალურად ეს არის მთელი ჩემი განზრახვის თემა, რომ გაიყიდოს ეს. აი წრეს რაც შეეხება სხვათაშორის წრეს ესე ბევრჯერ რო ატარებ 40ჯერ თუ შემოატარებ ერთი და იგივე წრეს 40ჯერ ეს უკვე არის ნეიროგრაფიკა ეს თვითონ ავტორისგან ვიცი მოკლედ გაყიდვა უკვე განზრახვა შევქმნი და დავწერ ახლა დადებითი უარყოფითი რაღაცეები რა მიშლის ხელს ამ შემთხვევაში და რა დამეხმარება ამას ვწერ ხო რა მიშლის ხელს არა ნაკლები აქტიურობა კონცენტრაცია არ მაქვს და ამას გულისხმობ ახლა აქ. ძებნა, ჩართულობა,
ანუ ეს არ არის ახლა ხო ჩემში ბევრი და ამიტომ ის არის დაინტერესება შეიძლება არ მაქვს დიდი. შეიძლება მაღიზიანებს ის რომ ყველაფერს გაღიზიანებაც შეიძლება იყოს. გაღიზიანება ეს უკვე არის ქვეცნობიერის მომენტი, იმიტომ რომ მე კი მინდა რომ დავეხმარო, მაგრამ შეიძლება მაღიზიანებდეს მე რატომ ეტენება ეხა ყველაფერი თქვა. მაპატიეთ ამ ჟარგონული სიტყვების გამოყენებისთვის, მაგრამ ეს არის პროცესი, ეხლა მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ავხსნათ თქვენთვის რა უნდა გააკეთოთ. ანუ ეს არის პროცესი, სადაც უნდა გამოიტანო რეალურად, რაც გაღიზიანებს და შენ ხარ საკუთარ თავთან მარტო ამას რო წერ. მე ხო თქვენთვის ახლა საჯაროდ ვაკეთებ, მაგრამ თქვენ რო ამას აკეთებთ, ხო მარტო ხართ თქვენ თავთან. ანუ აქ ყველაფერი უნდა დაწეროთ, რაც არის სინამდვილეში. შენ თავთან პირველ რიგში უნდა იყო აბსოლუტურად ღია და გახსნილი. ანუ გამოიტანეთ ყველაფერი, შეიძლება იყოს გაღიზიანება. ხა მე იმდენი გაღიზიანება არ მაქვს, მაგრამ აი მაგალითის ამბავში ვწერ და რადგან ამოაგდო ეს სიტყვა, შეიძლება მე ეს არ უყურებ, მაგრამ მაქვს ესე იგი ეს ქვეცნობიერში ხო არის ეს მომენტიც და ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ხელის შემშლელი აქ. ოკეი, გაღიზიანება. კაი, დრო არ დამინიშნია, იმიტომ რომ საათი აქ ტელეფონს. მაგრამ ვეცდები რომ იყოს ესე, ანუ აქ ვიმახსოვრებთ 2 წუთი გვაქვს მოწემული იმისთვის, რომ 2 წუთის მანძილზე ვაკეთებთ თემის აქტივაციას და გადავალ დადებითზე, ძალიან დიდი დრო რო არ წაგარცვათ თქვენ და ვიდეო არ იყოს ძალიან გრძელი, გადავალ დადებითზე, დადებითი ბედნიერი კმაყოფილი დახმარება, ანუ დავეხმარები ამ ადამიანს მიმართულება წინსვლა შეიძლება მოუტანოს ამან განვითარება. აი, კიდე რა შეიძლება მოიტანოს ბინის გაყიდვა, ახალი სიახლე, ხო? სიახლე. შეიძლება რაღაცა გზა დაანახოს. გზა მიმართულება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ახლა ცოტა არ არის კაი ხასიათზე, ვისთვისაც ვაკეთებთ ამას, ხო, ვისი ბინას უნდა გაიყიდოს, რაღაცა ისე არ წავიდა საქმეები, როგორც მას სურდა, ანუ რაღაცა სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა და შეიძლება ბინის გაყიდვამ, ანუ იმიტომაც აიღო ეს მომენტი, მოიდომა ბინის გაყიდვა, რომ რაღაცა რადიკალური ტრანსფორმაცია მოხდეს და ამან სხვა რაღაცა გზა დაანახოს და ცვლილება წამოვიდეს მის ცხოვრებაში, ხო, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი მისთვის. ოკეი, გავწერეთ მოკლედ ეს თემა, მე ცოტა მაქვს აქ სიტყვები და კიდე აღვნიშნავ, რომ მე ხა დრო არ მაქვს უბრალოდ დანიშნული, ვერ ვაკეთებ ამას პარალელურად და აუცილებლად უნდა იყოს 20 სიტყვა და უნდა იფიქროთ და ამოყაროთ და ყველაფერი რაც წამოვა წეროთ აქ და მე გადავდივარ ახლა ხატვის პროცესზე და მე ჩვენ გვექნება დაკვირვების პროცესით, ანუ რას განიცდით ხატვის მომენტში და ძალიან გთხოვთ, ვინც აკეთებთ, ამაზეც მომწეროთ, ანუ როგორი ტიპის ეს ჩემთვის არ არის რომ ეს ვიცოდე, ანუ მხოლოდ მე არ მაინტერესებს ეს თქვათ, რომ ვიცოდე, ხო? ეს არის ძირითადად იმისთვის, რომ თქვენ დააკვირდეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას ხატვის პროცესში და ეს არის კიდე ერთი მომენტი, როდესაც თქვენ აკვირდებით რა გაქვთ ეს რეფლექსიები, როგორ მიდის პროცესი თქვენში. ანუ თქვენ სწავლობთ საკუთარ თავს ამ ხატვის პროცესში რა და ამისთვის არის ეს საჭირო. ოკეი, კიდე ერთხელ დავდე და გავიმეორე ჩემი აფირმაცია, ყოველ ახალ დღეს ჩემთვის კარგი სიახლე და პროგრესი მოაქვს და ამ განწყობით და იმ განზრახვით ვიწყებთ ხატვას. ამ ალგორითმში ხაზები ივლება შუაში. ძირითადი ხაზები, რაც სივრცული ხაზები, რამოდენიმე შეგვიძლია რომ გავავლოთ შუაში და ვაკეთებთ ძირითადად საერთოდ არის ხოლმე რომ ქვემოდან ზემოთ მიდის ხაზები ან შუაში იწყებენ ნახატის, მაგრამ სხვადასხვა ალგორითმებში სხვადასხვანაირად არის. დავიმახსოვრეთ AVN-ში შუაში ვაკეთებთ ხაზებს და აქედან იწყება ჩვენი პროცესი. და არა ვართ შეზღუდული. მოდი მე მაინც გავაკეთებ ამით, რომ თქვენც ნახოთ როგორ შეიძლება რომ გააკეთოთ მონედით ეს ხაზები და ნახოთ სად წამიყვანს მონეტა. და რაღაცა სიმბოლიზმიც არის გაყიდვაზე, მაგ და მონეტა, ფული. ფულის ენერგია შემომაყი ხა მე ამ სივრცეში, მეგობრებო. აი ასეთ ახატეთ თქვენს
შეიძლება მონეტა არ გქონდეთ, ღილი გამოიყენოთ, რაიმე მგვალი საგანი. და ხატვის პროცესში აუცილებლად ვფიქრობთ აი რაღაცა კუთხეები თუ წარმოიშვება, ამაზე არ იდარდოთ, ეს შეიძლება რომ გააკეთოთ ნეიროგრაფირება ამისი მერე, აი ასე. აი აქაც რაღაცა კუთხე წარმოვიშვა და ნეიროგრაფირებ. აი ასე. და არ მეშინია ხაზების გავლების, იმიტომ რომ არის ნახატი. და მე ვარ აქ შემქმნელი. და იცოდეთ, რომ საერთოდ ყოველთვის ნეიროგრაფიკის დროს მნიშვნელოვანი ყველაზე ფიგურა ხართ თქვენი. არა ნახატი, არამედ თქვენი. ამიტომ ვერთვლი რომ ეს სამი ხაზი ჩემთვის საკმარისია და ნახეთ წარმოიშვა გარკვეული გადაკვეთები, ხო? ეს ხაზები სადღაც გადაიკვეთა. არა? და ვაკვირდებით გადაკვეთის ადგილებს. აი აქ რაღაცა ენერგეტიკული შეჯგუფება მოხდა, ხალხთან ბევრი გადაკვეთა არის. ესე იგი ეს ადგილი საჭიროებს დამუშავებას. აქაც ვიყენებთ წრეს ამ ალგორითმში. საწყის ალგორითმებში ყოველთვის არის ძირითადი წრე. წრე როგორც სიმბოლო ერთიანობის, როგორც ყველაზე ჰარმონიული ფიგურა, უსასრულობა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ აი ასეთი გადაკვეთის ადგილებს მოვძებნით ჩვენს ნახატში და ვაჯენთ წრეში. რამდენიც გვექნება, იმდენ წრეს გავაკეთებთ და დავამუშავებთ. აი მე ყველაზე ბევრი აქ მაქვს ხა რაღაცა ესე გამოვიდა და გავაკეთე წრე, რომელიც ეგრევე დავანეიროგრაფირებ. აი აქაც მაქვს. ნახეთ, აი აქაც მაქვს და აი აქ მაქვს კიდე. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცალ-ცალკე პატარა წრეები გააკეთო, მაგრამ მე ხა მინდა რომ გაჩვენოთ თქვენ პროცესი თქვათ მუშაობის და ამიტომ ცოტა დიდ წრეებში ჩავსვავ, რომ ისედაც ხა 4-5 წრის მეტი არ არის საჭირო რომ იყოს. და ეს ჩემი ორი წრე გადაიკვეთა აქ, ნახეთ. აი გადაკვეთაც მოხდა. ანუ ეს მე მიმანიშნებს, რომ აქ ამ პროცესში არის ერთმანეთთან დაკავშირებული რაღაცა თემები, შეიძლება იქ რაც დავწერე, ხო, ხელისშემშლელი რაღაცეები, ან ის რაც საჭიროებს გაერთიანებას. მეგონა რაღაცეებზე მიმანიშნებს მაგალითად ეს. აქეთ კიდე მაგ დაჯგუფება, ნახეთ, აი აქ გადაკვეთა საკმაოდ ესეთი მკვეთრი აქაც. ამიტომ ამასაც ჩავსვავ წრეში, აი აქაც მაგ გადაკვეთა და ჩავსვი ესეც დიდ წრეში. და დავიწყებ პირდაპირ ნეიროგრაფირებას, ანუ მომგვალებას, კუთხეების შიდა წრეებიდან დავიწყებ და პატარ-პატარა ნეიროატომების შემექმნა მე აქ. მეგობრებო, აქ არის ფიქროთ, რომ აი მე ახლა ბევრი შავი გამომივა და მოვერიდები ამ მომგვალებებს ან რამე მსგავსი. პირიქით, კარგად მოამგვალეთ. თითქოს ვიღაცამ შეიძლება ცოტა უფრო კლაკნილი გააკეთოს ეს მომგვალებები, არა ვთქვათ ძალიან სწორხაზოვანი, არამედ რაღაცა უფრო კლაკნილი, უფრო თავისუფალი. აქ უკვე შეგიძლიათ რომ ჩართოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ნახატის შესრულების დროს და საითაც ანუ აუცილებელი კი არ არის რომ მაინდა-მაინც ესე გამოიყურებოდეს, ყველას თქვენებური გექნებათ. მთავარია რომ აი ეს გადაკვეთის მომენტი იყოს აუცილებლად მორბილებული შიდა მხრიდან. აი მოარბილეთ. აი ნახეთ, აქაც ხო გადაკვეთა, აი მოვარბილე მე. აი ასე. და აი აქ რაღაცა პატარა წერტილი გამომივიდა და კაი დავტოვებ, რადგან უნდა რომ იყოს და აქაც მოვამგვალე. შემიძლია აი ესეთი ნეიროგრაფირება გავაკეთო და მომგვალება გამომივიდეს ბუნებრივი თან. ჩემი ნეიროხაზები კიდე უფრო დავანეირო და უფრო მივცე კაი ატომის ფორმა. ამასაც გავაფერადებ. ასე. აი
აი აქაც გადაგვეთას მოვახდენ. ეს გვაქვს ახლა პირველი ეტაპი, ჩვენ ახლა აქ ვფიქრობთ აუცილებლად ჩვენს განზრახვაზე და უკვე იმას, რაც ჩვენ მაგვეცნობიერმა ამოგვიგდო თემაში, რაც გამოვიყენეთ, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ჩემი მაპროვოცირებელი, რომ დაიძრას ეს განზრახვა და წავიდეს რეალიზებაში. ვფიქრობ, ვის შეიძლება მიმართო, ვინ არიან ადამიანები, ვინ შეიძლება დამეხმარონ ამაში. შეიძლება ვფიქრო მაკლერი, ამ შემთხვევაში მე გაყიდვაზე მქონდა საუბარი, თუ არის გამოსავალი. თუ ეს ურთიერთობებს ეხება და მე მინდა, რომ ეს ურთიერთობა აღვადგინო, ვიფიქრებ მაგალითად რა მიშლის ხელს იმაში, რომ ეს კავშირი აღდგეს, ხო? სად არის რაღაცა სუსტი წერტილი, რაც იწვევს ამ ურთიერთობის, თქვათ, დესტაბილიზაციას. ან დარღვევას, ან რა დააკვდა ამ კავშირს, რა არის შეიძლება რომ ეს შეავსო. შეიძლება საუბარი ჭირდება, კომუნიკაცია. კომუნიკაცია ძალიან მთავარი მომენტია ზოგადად ურთიერთობაში და აუცილებელი. ძალიან ხშირად მახსენდება რეკლამა იყო, სოციალური ქსელების რეკლამა იყო სხვათა შორის და იყო ეგეთი რაღაცა იქ მოწემული, რომ რომეო და ჯულიეტას რო ქონოდათ სოციალური ქსელები ან ტელეფონი, ეს ტრაგედია არ დატრიალებდებოდაო და რეალურად მაგ ისტორიაში კი სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია ის, რაც მოხდა საბოლოოდ. კარგი ფინალი ექნებოდა. ამიტომ ურთიერთობაში გაითვალისწინეთ, მით უმეტეს, როდესაც ცხოვრობთ საბედნიეროდ 21 საუკუნეში, სადაც გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. არ უნდა ფიქრობდე იმაზე, რომ ეს ადამიანი რა სიტყვის ან რას იფიქრებს ჩემზე და მე ახლა ამას რო ვიტყვი დაკნინებული გამოვჩდები თუ არა. სწორი კომუნიკაცია ყოველთვის კარგ შედეგს მოიტანს. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა ახლა ჩემი განზრახვის ნახატიდან და მე ვფიქრობ, რომ აქ დავამატო რაღაცა წრეები და მე გავიტანთ უკვე სივრცულ წრეებში, ხაზებში, სივრცეში გავიტან ჩემს განზრახვას. თქვენ ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ ფურცელი, რომელზეც ხატავთ, ეს არის თქვენი კონკრეტული სივრცე. აი წინა ალგორითმში და ჩვენ გავიტანეთ რაღაცა და არასასურველები გარეთ ჩვენი სივრციდან გარეთ გატანა მოვახდინეთ და დაშლა იმისი. ამ შემთხვევაში ჩვენ სივრცეში ვაკეთებთ ამაზე კონცენტრაციას ძალიან დიდს და მე უკვე სივრცული ხაზების დამატებითი ხაზების მეშვეობით ვაძლევთ საშუალებას ჩვენს განზრახვას, რომ დაიწყოს მუშაობა ჩვენ გარე სივრცეში. ფაქტიურად ერთიანი ველი და ერთიანი სივრცე გვაქვს ჩვენ ამ პლანეტაზე, მაგრამ გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური კონკრეტული პატარ-პატარა სივრცეებიც, ხო? და ჩვენ გვინდა რომ ამ განზრახვამ ფართო მასშტაბი მიიღოს, დაუკავშირდეს თვითონ უკვე ჩემი გონება თავისი ნეიროქსელების შექმნით საჭირო ტიპებს, რომ განხორციელდეს ჩემი განზრახვა. გააჩნია კიდე ერთხელ ვიტყვი, რას ეხება თქვენი ამბავი, რაზე აკეთებთ ამას, ხო, განზრახვას, ამაზე იფიქრეთ თქვენც. აი აქ ცოტა მგონია, რომ სიცარიელი დამჭა და ბარემ აქედანვე გავიდან ხაზებს სივრცეში და ეგრევე ვამგვალებ ამ ამბავს. რაც გადაკვეთები, ანუ აი კუთხე რაც კი წარმოიშვება, იმ წამსვე ვახდენ მის მომგვალებას და ვეუბნები ამით ჩემ გონებას, მომიმგვალე შენც ეს სიტუაციები, მომიწესრიგე, რომ რბილად მოხდეს. ცვლილებები ყოველთვის ხდება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, თუ ცოცხალი ხარ ადამიანი, ყოველთვის რაღაცა ხდება. ეს რომ და ყოველთვის განვითარებისკენ მიყავ ხარ ამას, რაც არ უნდა გვეგონოს ჩვენ, მაგრამ ეს რომ მოხდეს რბილად და კარგად ჩვენში, აი ამ ვეუბნებით ჩვენ გონებას, რომ კარგი
კარგი მომეცი რა, კარგი გზა, რთული კი არა, მარტივი გზა მომეცი და ვიცი რომ ეს შესაძლებელია. აი გიმგვალებ რაღაცებს, აქედანვე გეუბნები, მარტივი გზა მომეცი. ამ სიტუაციის გადასაწყვეტად. აი ასე. წარმოიშვა, წავიდა ნეირონ, წარმოიშვა კუთხე და ვამგვალებ ეგრევე, რომ არ შევდივარ არანაირ კონფლიქტში, ანუ ჩემი სიტუაციის და განზრახვის შესრულებისთვის მე არ მჭირდება კონფლიქტური სიტუაციები. მე შემიძლია რომ რბილად და მარტივად მივიღო რაღაცები. არ ვთვლი, რომ არის რთული, არის მარტივი და აი ეუბნები ჩემს გონებას, რომ ეს არის მარტივი. და ეხლა უკვე გადავდივართ სივრცული ხაზების გაკეთებაზე, ნახატში რამოდენიმე უკვე გავაკეთე. კიდე დავამატებ, აქეთაც დავამატებ, წავიყვანოთ ზემოთ, აქეთაც ბევრი კლიენტი პოტენციური და სხვადასხვა მხრიდან მოვიდეს და ისევ ვამუშავებთ აი ამ ადგილებს, გადაკვეთის ადგილებს. დავასრულეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს აფირმაციას ყოველ ახალ დღეს ჩემთვის კარგი სიახლე და პროგრესი მოაქვს. და გადავდივართ უკვე შემდეგ ნაწილზე, აი აქ ეს რო დავასრულე. კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ დავაკვირდეთ ჩვენს რეფლექსიას, რა მოდის ხატვის პროცესში. მიძნელდება თუ არა, მე მქონდა შემთხვევა, რომ ვინც პირველად ხატავდა, აი ამ სიჭრელემ გულისრევის შეგრძნება გამოიწვია ზოგში, ანუ სხვადასხვანაირი რეაქციებია. შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ არის პატარა წინააღმდეგობა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში და ზოგადად საერთოდ, თუ მოდის რეფლექსია, ეს ნიშნავს, რომ მუშაობს მეთოდი თქვენთან. თუ ეხლა თქვენ ძალიან გამოცდილი ხართ და ბევრჯერ გაქვთ დახატული და ასე შემდეგ, შეიძლება იქ ნაკლები იყოს რეფლექსია, მაგრამ თავდაპირველ სიტუაციაში რეფლექსია, რაც ვთქვი, რომ აი ეს თქვენი ემოციური მდგომარეობა ხატვის პროცესში, ყურების გახურება, სახის წვა, რაღაცა კრიჭი შეკვრა, ემოცრემლის ეს თუნდაც ეს გულისრევის თუნდაც ზოგს იძინება, ზოგს რაღაცა. ეს ნიშნავს, რომ მუშაობს მეთოდი. ამას მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება. ოკეი. შემდეგი ეტაპი გახლავთ, ეს უკვე ფერის შემოტანა, ანუ მე სივრცეში გავიტანე ეს ჩემი ყველაფერი და ეხლა აი ეს კომპონენტები უნდა დავაკავშირო ერთმანეთთან. მე ხო უკვე ვფიქრობ, როგორც დადებითზე ამ ჩემს განზრახვაზე და მე მჭირდება, რომ ჩემი ეს ნაფიქრი, რაც ხელს შეუწყობს, რომ ჩემი განზრახვა სწრაფად შესრულდეს, ფერით გავაერთიანო. ვახდენ არქეტიპირებას. არქეტიპირება არა მხოლოდ ფერი და გაერთიანება და გაფერადება ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. მე ფერით შემომაგ სამყაროსეული, ქვეცნობიერი, კოლექტიური ცოდნა და მოუხმობ ჩემს თავს ამ ფერებით და ჩემს გონებას, რომ გამოიყენოს ყველა ის გამოცდილება, რომელიც ჩემში არსებობს. ოკეი, წავედი გაფერადებაში. რაღაც ასეთ ვხედავ, რომ აქ მაქვს ცენტრალური ფიგურა. მაინც მინდა რომ ის ფერი იყო და გაფერადების დროს შავზეც გადადიხართ აუცილებლად. აი შავი თუ აგიცდათ ეხლა და ცოტა გაცდით აქ ფერში არ არის პრობლემა მეგობრებო. და აი კარგი მარკერი რას ნიშნავს, როცა არის ხატვის დროს გამოყენებული, რომ ესეთ მჭახე ფერს კი არ მოგცემთ, უფრო დამჭირდა ფერს რაღაცნაირს და შეძლებთ, რომ მე გრადაციაც გააკეთოთ მარკერითვე. და არ ხევს და არ აფუჭებს ფურცელს. ამ შემთხვევაში ეს ცოტა იაფიანი მარკერია, რაც გამოვიყენე და ცოტა მიფუჭებს ნამუშევარს. ნამუშევარს არა, ფურცელს. ამასაც გადავიყვანო, გაერთიანებ ამით. აი ესეთ გრადაციასაც შევეცდები რომ გავუკეთო. მე მინდა რომ იყოს ჩემი ნახატის ლაიტმოტივი იყოს ის ფერი, როგორც ცნობიერების ფერი, რაღაცა ესეთი და მოუხმო ჩემს გონებას მეტი კონცენტრირება მოახდინოს ამ
ესეთი გადავიყვებით. დავამატე ესე ვთქვათ ენერგია კიდე ამ ჩემს ისფერს რომ მხოლოდ ოცნებაში არ დარჩეს და რეალობაში წავიღო ეს ყველაფერი და ნახეთ გადავდივარ შავს აშკარად რა უნდა გადახვიდეთ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი რომ შავზე აუცილებლად უნდა გადაატაროთ თქვენი ფერადი მარკერები როგორც გითხარით ხო როცა უკვე მარკერით მორჩებით ხატვას მე შეგიძლიათ რომ შიგნით გავუკეთოთ ზოგს უყვარს რაღაცა ფიგურების დამატება ზოგს უყვარს რაღაცა ეს გაფერადება ცოტა სხვანაირად ხო აი თავარს რო გააკეთებ მე შეგიძლია შიგნით თუ გინდა გული ჩახატე და თუ გინდა პეპელა ნატალის გასაგონად ვამბობ და მინდა რომ ყვითელი შემოვიტანო აქ იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მძლავრი ენერგეტიკული ფერი, რაღაცა ცეთი დადებითი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა და ამიტომ ავდგები და ეხლა აი ამას სულ ვითელ გულს გავაკეთებ. შეიძლება ფიგურა გამოყოთ ცალკე ფერით, მთლიანად. შეიძლება არ გინდოდეს იყოს აქ სიმბოლოები და რაღაცა ფიგურები, მაგრამ აქცენტი არ გააკეთო ფიგურაზე, პირიქით ტალღებად წაიღო, ანუ ამაში აბსოლუტურად თავისუფალი ხართ, როგორ გააფერადეთ. უბრალოდ გვახსოვდეს აქ ერთადერთი წესი გვაქვს, რომ მინიმუმ 2 უჯრედი უნდა იყოს ერთი ფერით გაფერადებული. მინიმუმ 2 უჯრედი, ხო? და ესეც გვახსოვდეს, რომ უნდა გადავიდეთ აუცილებლად ეს შავზე ესე ზემოდან. მაგიტომაც ვირჩევთ ტექსტის გამომყოფებს, რომ შავზე არ ტოვებს კვაფსეს. და ჩვენს ხაზებს არ თან თქავს. და მოდის ჰარმონიაშია ფაქტიურად, არ მიდის ერთით მეორის გადაფარვა რა. ასე. და ნახოთ ეს მთლიანად მომცემს აქ. გამიმუქებს გვერდებს, ხო? დამწონში გადაყავს მე გახდა ამაზია. ამბობ მოუხდება ჩემს ნახაც ხა ეს აი. რაღაცა ხატრულ ფორმაც იყოს აქ. ოკეი. აი ასე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ზედ ამაზე. აი ასე. აი ნახეთ როგორ დახია დაძენდა ესეც ცოტა დაბალი ხარისხის არის, ამიტომ არ ვირჩევ ხოლმე ესეთ მარკერებს. აჰა, ეხლა. მოდით რადგან ეს არის ჩემთვის მაინც ფინანსთან დაკავშირებული, გაყიდვის თემასთან მოდი სივრცეში შემოვიტან მწვანე ფერს. დავასრულე არქეტიპირების ნაწილი და ახლა გადავდივარ შემდეგ ეტაპზე, რომელიც გახლავთ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ნახატში რაღაცა ეტაპზე შემოგვაქვს მძლავრი სამყაროსეული ენერგია სქელი ხაზის სახით. და ეს აუცილებლად იქნება ქვედა კუთხიდან, მარცხენა კუთხიდან, მარჯვენა ზედა კუთხისკენ მიმავალი ხაზი. მაგრამ ცოტა შუალედში მინდა დაუბრუნდე ხა ისევ ჩემს აფირმაციას, რომელიც ავირჩიე ამ განზრახვისთვის და ეს არის ყოველ ახალ დღეს ჩემთვის კარგი სიახლე და პროგრესი მოაქვს. მშვენიერი აფირმაციაა და ყოველ ახალ დღეს პროგრესს ველოდები მე ამ განზრახვაში. და ეხლა ამ აფირმაციის განწყობით მომაქვს მე აქ ჩემი ძლიერი ენერგეტიკული მთავარი ძარღვი ხაზი. დავიწყებ აქედან და ამ ხაზს არ ვავლებთ სწორს. ვავლებთ, როგორც გითხარით, შეიძლება რომ გაყვე რომელიმე ხაზს და შეიძლება ახალი ხაზი შექმნა. შეგიძლია 2 ხაზი დაამატოთ, უთვლი რომ ეს უფრო მეტ ენერგიას ითხოვს ძლიერ სამყაროსგან შენი განზრახვა. ამ შემთხვევაში მე ხა ცალკე ხაზს გავავლებ და ხაზი აუცილებლად ნეიროგრაფირება უნდა მოხდეს და არ უნდა იყოს სწორი. და რადგან მე ვთქვი და აღნიშნე ეს უნდა იყოს ყველაზე სქელი ხაზი, კიდე ერთხელ გადავატარებ. ეხლა მოვამგვალოთ აქ ახალი კუთხეები, რაც წარმოიშვა.
ხო? აუცილებლად გვექნება ესენი, იმიტომ რომ აი გადავკვეთე და გავასქელე და აუცილებლად ვამკვალებთ ამას. ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას. აქაც გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე რაც გაქვთ ეს მომენტები ფიქსაციის ფიგურად, შეგიძლიათ რაღაც ახალი დაინახოთ და იმისგან შექმნათ ფიქსაციის ფიგურა, რაღაცა ახალი წარმოშვათ. შეიძლება გაგიჩნდეს ეგ მომენტი ხატვის პროცესში, რომ აი რაღაცას ვხედავ თქვათ მე აქ და ეს ფიგურა შეიძლება იყოს გამაერთიანებელი. აბა ნახავ ახლა. ან მოაქ რაღაცა სიმგვალე და ითხოვს რომ დაწყრე შეიკრას თითქოს რამე ესეთი, ხო? დავდგები და ავირჩევ აი ამ ფიგურას ფიქსაციის ფიგურად, იმიტომ რომ ეს ისედაც გამოყოფილი მაქვს კარგად ფერით და მოდი ეს იყოს ფიქსაციის ფიგურა. ამიტომ ასე ვიწყებ წრის გავლებას. სულ ყველაფერს ერთ გაკვეთილში და ერთ შეხვედრაზე და ერთ ჩანაწერში რა თქმა უნდა არ გეტყვით, ამიტომ ცოტა ინტრიგას დავიტოვებ, რომ შემდეგზე მოგიდეთ შემოსვლა. აუღნიშნავ ერთს, რომ ფიქსაციის ფიგურას როცა ავლებთ, აქაც რა თქმა უნდა კუთხეები წარმოიშვება და მათაც აუცილებლად ვამგვალებთ, მაგრამ აუღნიშნავ სხვა ფიგურებზე გვექნება კიდე შემდეგ შეხვედრებზე საუბარი, რას რა დატვირთვა აქ, კონკრეტული სიმბოლიკა რას წარმოქმნის ჩვენს ალგორითმში და როგორ მუშაობს.